მოგესალმებით ძირფას მოყურებლებო, ჩვენ ვართ ეფორიკიცი, მე და ამიკო. დღეს ჩვენ გადავიღებთ ორ ჩელენჯს. აქედან ერთ-ერთი ჩელენჯი არის, პირველი არის პენლების ჩელენჯი და მეორე ჯარიმების, ნახოთ რა მოხდება. პენლების ჩელენჯში ჩვენ ვარტყავთ 5 ჯერ ყველანი და ნახოთ ვინ მოიგებს. ეს არის მესამე დარტყმა, აი ორიდან ვერც ერთი ვერ გავიტანე, რა მომივიდა ვერ ხდები და იმედი ამას გავიტანე. წავიდა. ეგრე კონკრეტულად გავიტანე. ეს არის მეოთხე დარტყმა, ერთი გავიტანე მარტო 3-დან 1 და 4-მდე გავიტანე. კიდე ისე ვარტყავ და ჩელენჯი მე მოვიგე 4-დან 2 გავიტანე, ამიტომ 4-დან 0 ასე რომ თამაშს აზრი აღარ ქონდა და მეორე ჩელენჯს ვიწყებ, ნახოთ მოიგებს. მეორე ჩელენჯში ვარტყავთ ჯარიმებს, დავარტყავთ 3 ჯარიმას და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს, თუ ფრე იქნება ვამატებთ. 3 დარტყმის მერე თუ ფრე იყო ვაგრძელებთ თამაშს და ამის შემდეგ ვთქვათ, თუ მე დავარტყი გავიტანე და ამიკომ დაარტყა და ვერ გაიტანა, გამარჯვებული მე ვარ, მაგრამ თუ ფრე იყო და ამიკომ დაარტყა კარში და გაიტანა და მე ვერ გავიტანე, მე დამარცხებული ვარ და ალმიდან ნამდვილად დამარცხებული. ნახოთ რა მოხდება. ეს არის ჩემი პირველი დარტყმა, ნახოთ რა ვიზავ. პელები როგორც დავარტყი დაუმიზნება და ისე დავარტყავ და ნახოთ გოლს გავიტანთ. აი და ნომერი 2 უნდა გავიტანო და 2-დან 1. დარტყმა ნომერი 3 თამაში უკვე მოგებული მაქვს, აზრი აღარ აქვს, მაგრამ ეს დავარტყავ რა, ბოლო არის მაინც. არა უშავს. მაგრამ ეს ჩელენჯი ჩვენ მოიგე. მოგესალმებით ერთგულო მაყურებლებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ კიდევ ერთ ჩელენჯს. ესეთი ჩელენჯი იქნება. აი, ეს უნდა ავიფაროთ თვალებზე და ისე უნდა დავარტყოთ. ოღონდ რამდენიმეჯერმე უნდა დავტრიალდეთ. დაახლოებით 10 ჯერ უნდა დავტრიალდეთ და ამის შემდეგ კი უნდა დავარტყათ. მოდი დავარტყათ 10 ჯერ. კარგი იქნება. ცოტა ბევრი ხო. და ნახოთ ვინ მოიგებს. ანუ იცი რა. ვინ იქნება გამარჯვებული? ანუ ესე ხომ მოიფადეთ. არა ბუქი.